მოგესალმებით ძვირფასო ტელემოყრილო, ჩვენ ვიწყებთ კონსერვატორიას. ძალიან ბევრი საინტერესო რამ ხდება დედამიწაზე. საერთაშორისო ამბები, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს ჩვენი საყვარელი საქართველოს, ჩვენი სამშობლოს ანწყოზე, მომავალზეც. საერთაშორისო ამბებში შეიძლება ითქვას რამოდენიმე თემა არის გამორჩეული, ეფშტეინის სკანდალი, ეფშტეინის კუნძულის სკანდალი, სხვა საქართველოს ხო არის გადაცემა ეფშტეინის კუნძული, მაგითო თქვი კუნძულზე. საქართველოს ხელისუფლება არანაირი ფორმით არ მონაწილეობდა, არც შეიძლებოდა რომ ემონაწილეება ანეკდოტის სახით დადის სააკაშვილის პოსტი, სადაც ამბობს რომ მანდაც მე ვიყავი პირველი ქართველი, ვინც ეფშტეინის კუნძულზე ეფშტეინის დოკუმენტებში მოხსენებული იქნა და ამონათებს დღევანდელ ხელისუფლებას რომ ანდაც ვერ მოხდით, თითქოს რაიმე საპატიოსია იყო. ბენდუგიძე იყო მოხსენებული. ბენდუგიძე იყო, ხო, თითქოს რაიმე საპატიოა პედოფილების და სექსუალური გარყვნილების სიაში მოხვედრა. კი ბატონო, ეს სააკაშვილს შეუძლია, რა თქმა უნდა, რომ ესეთი რაღაცა გამოჩარხოს. შემდეგი თან იამაყოს კიდე. თან იამაყოს, რა თქმა უნდა. შემდეგი თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, ჩვენი სუვერენიტეტის გაძლიერების თემა, ეს კანონები, რომელსაც მივიღებთ, რომელიც განიხილება მიიღება და ასე შემდეგ და წინააღმდეგობა, სხვა შორის სუსტი წინააღმდეგობა მოტეხილია deep state-ი, ევროპული ბიუროკრატია, მარტო შვედი ვიღაც გაურკვეველი შვედი დეპუტატი გამოეხმაურა ერთი თუ გახსოვთ. რაღაცა დაწერა, ხო? დეპუტატი ჩვენზე, რაზეც პასუხისა გაცემა მე მგონი არც იყო საჭირო. ეს მთელი შემადგენლობა მაინც დაძაბულია ტრამპთან ურთიერთობის გამო, ელის საფრთხეს დასავლეთისკენ. ისმის ხმები, რომ ევროპა უნდა გაერთიანდეს, ევროპამ რუსეთთან უნდა დაიწყოს მოლაპარაკება, ევროპა სამხედრო დანახარჯების კუთხით და საერთო თავდაცვის ძალების შექმნის კუთხით უნდა გაერთიანდეს, რაზეც ირონიულად პასუხობს, რა თქმა უნდა, ამერიკა და რუსეთიც. ხო, ამ სიტუაციაში რა ხდება საქართველოში? საქართველოში მიმდინარეობს ყოველდღიური დაუღალავი ბრძოლა ჩვენი სუვერენიტეტისათვის. შეიძლება ითქვას, რომ აი ახლა დებატებზეც გამოჩნდა და ასე შემდეგ, გამოიკვეთა მეტნაკლები წრე ადეკვატური ოპოზიციის. აი მაგალითად გირჩი იაგო, ხო? რომელიც ხშირად აბსოლუტურად მიუღებელ სიგიჟეებს ლაპარაკობს. მაგალითად თუ გიშთან დებატებზე დაჯდები, ერთი უნდა შეახსენო იაგოს. მე კი ვიტყვი, მაგრამ დებატებზეც უნდა შეახსენოს ჩვენი პატრიარქი ამერიკის ელჩიაო, რო ამბობდა, არ გასწოდეთ, ხო? კი, როგორ? კი. ერთადერთი ინსტიტუცია, რასაც ვენდობი ამ ქვეყანაში, არის ამერიკის ელჩი, ამერიკის საელჩო. ჩვენი აწყობილი არ არის, სხვა მაგვიწყო. ხო არიან აი ადამიანები, ხო არიან რომლებიც ენდობიან პატრიარქს. აი ჩათვალეთ, რომ ჩემი პატრიარქი არის ამერიკის ელჩი. ხო, ამაზე რა თქმა უნდა პასუხი მოუწევს, რა? კიდე ბავშვების პედოფილიის გამო გაიყო პარტია. ყველაფერს თავი დავანებოთ, კი შეიძლება იქ სხვა მიზეზი იყო რეალური, მაგრამ პარტია გაიყო პედოფილიის თემის გამო. ეფშტეინისტების და ანტიეფშტეინის. ხო, კი ბატონო. თუმცა ადეკვატურები არიან ძალიან. თუმცა ეხლა ადეკვატურები არიან, ადამიანებს აქვთ მივცეთ დუბლება, რომ ხანდახან ეპატაჟური გამონათქვამები, სხვათა შორის ლირიული გადახვევა. 4 ოქტომბრის შვიდობიანი ამბოხის ფიგურანტებს ჯიან ეხლა სასამართლოში გასაჯელები არიან და ადვოკატმა რა თქვა იცი? ეს შოუ იყო. ესო აი ქართველი ადვოკატები ერთ-ერთი ყოფილი ვითომ პოლიტიკოსის ადვოკატის გამონათქვამი მახსენდება, პოლიტიკოსმა ქალიში ავიწროვა, გააუპატიურა რა. ხო და ეგო იმპოტენტია უკასმაგორის გამოდრება. გახსოვთ ეგამავე? არ მინდა გორე. აი ესეთი ადვოკატები ყავს და ეს ჩვენ კი არა ყავს ეგეთი ადვოკატები, იმათ აყავთ. იმათ აყავთ ეგეთი. ნაცებს აყავთ. სააკაშვილმა რომ საზღვარი გადმოლახა, მისი ადვოკატი იძახდა ჰეროიკული აქტია. ხო, როგორ შეიძლება ხა დანაშაული. პოეტური ჰეროიკული. მოკლედ ხო და ამაზეც ეს მდგომარეობა რომ ეგ შოუ იყო, გას შოუ. მოდი ჩვენ ვილაპარაკოთ იმაზე თუ როგორ ვიცავთ და როგორ ვიცავთ კი არა, მე მგონი შეტევაზეც ავართ აი ამ მეხუთე კოლონასთან ბნელძარებთან დავიწყოთ. პირველ რიგში მოდი შალვასი დავიწყოთ ჩემი აზრით რაუნდენიმე ზამნიშოვანი თემა პირველი რა თქმა უნდა არის ეფშტეინის თემა. მე ანუ იცი რა არის ეფშტეინის ამ ამბავს იცი რა ჭრილში ვიყურებ რომ აღმოჩნდა რომ რაღაცეები რასაც პირველად მე სიგიჟეს ვეძახოდი არ ყოფილა სიგიჟე.
და აბსოლუტურად ჩვეულებრივი ამბავი ყოფილა. შეთქმულების თეორიის ზოგიერთი ამბავი არ ყოფილა შეთქმულების აბსოლუტური, ანუ კი ძალიანად და მე როგორც შედარებით პატიოსანი ადამიანი მაგ ხურ ინტელექტუალ ვაღიარებ რაღაცებს მართლა მეც ვფიქრობ არასწორი წარმოდგენა კი, იმიტომ რომ ეს შეთქმულების ნაწილი იყო, იმიტომ რომ ეხლა რომ ნახულობ, იქ ხვდები რომ მართლაც სამწუხაროდ ეპშტეინის მსგავსი ადამიანები, რომლებიც დიდ რებს ამარაგებდნენ მათი სრულებს ასრულებაში. ეხმარებოდა თუნდაც ძალიან ჩვეულებრივია ამბავი ყოფილა და ჩვენც იდეაში გავიგეთ, იმიტომ რომ ამერიკაში ორ პოლიტიკურ პარტიიდან ერთ-ერთს აღმოჩნდა რომ დემოკრატებთან უფრო იყო დაახლოებული და რესპუბლიკელებმა ასე ვთქვათ აბაროტი აუღეს ამ ამბის გამოაშკარავით მიუხედავად იმისა, რომ თვითონ რესპუბლიკელების ნაწილიც იყო. ნუ მანდ ერთი დეტალიც არის ხა ქართველები რო არ ვართ ეს ჩვენთვის შემდგომში იმის ნიშანია, რომ მაინც მესამე სამყაროს ნაწილი ვართ თან უმნიშვნელო. ეფტესიაში ვარ. ეფტესიერი ხალხი ვარ. არა. რატომ ვიცი რომ მიხეილ სააკაშვილი ისეთი გაქანების ისეთი გარყუნის ადამიანია, რომელმაც ბიუჯეტის ხარჯზე ბელორუსელის ტელევიზორში ჩამოიყვანა და დიდხანს გულაობდა. ანუ ეს არა, ერთი წუთი. ფოკუსნიკი რატო ჩამოიყვანა? დევიდ ბლეინი. რატო ჩამოიყვანა? ფოკუსნიკი ეგ არის საერთოდ. სხვათა შორის ჩვენ არ ვიცოდით. ეხლა კაი გამოსაძიებელია ის ფოკუსნიკი რას აკეთებდა? ეფშტეინთან რა კავშირი ჰქონდა? კაი ფოკუსნიკია, რაღაცები მაქვს 9 მილიონი გააქრო ბიუჯეტიდან. დაჭერილია მაგის ფოკუსით მაგარი კაცია რა. მაგარი კაცი, მაგის. კი, ხო და ანუ არა, მე უბრალოდ მინდა მაგარი კაცი ირონიულად თქვა რომ კაი, ეს სტრიპტიზორში ხო ჩამოიყვანა. კმილებით რომ მასაჟს აკეთებს, შიშველი რომ დოქტორ დოტი. შიშველი რომ ძუძუებით რომ ნახაც ხატავს, ის კალი ხო ჩამოიყვანა. ვიღაცა პარიკმახერი ჩამოიყვანა, ძალიან ბევრი ფული დაახარჯა, მზარეული პოვარი რა. პოვარი არა, მზარეული. კაი, ნუ დავამცირებთ ასე. სერიოზული და ფოკუსნიკი რაღაც ჭირდებოდა რა გააკეთებინა. არ თუ ალბათ მისიშა. ხო და არა. ხო და ანუ მე მაგ ხურს შევამობ და მეორე ერთი არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, ხა მე მივადგები ჩემს საყვარელ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ახერხებს რომ ანუ არასდროს არ გამოიყენოს შანსი, რომელიც მას ეძლევა. ეს არის გახარიას პოლიტიკური გაერთიანება, რომლებსაც აქვთ პერიოდული გამონათება რაღაც საღიაზრის, ოღონდ კატეგორიულად ებრძვიან ამ რას გულისხმობ? ანუ ჯერ არ შევიდნენ პარლამენტში. მე შევიდნენ. პირველ ათეული ჩაუხსნეს და ეხლა პარლამენტში ვიღაცები არიან. იბადარო. და ეხლაც მათ მიეცათ შანსი, რომ დაფიქსირებულიყვნენ პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობის. არ უნდათ, ხო? არ მიიღეს. იმიტომ რომ შეეშინდათ ვიღაცა აი რა ვიცი ხა რომელიმე აგრესიული დიასახლისმა ვაიმე რამე ათქვას მაგათზე და ეს ხდება რესურსიც არ აქვს ნიკა არა ისა ზაზა რა ის ჯობდა რომ მიეღო ეს არის ანუ ეს არის მაჩვენებელი იმის რომ ქვეყანაში ყველა ეს პოლიტიკური ძალა რომელსაც ეშინია ამ რაღაც ლიბერალური ნარატივის ვიღაც აი აგრესიული დიასახლისების ვიღაც აი ვიღაც ტიპების რომლებიც აკონტროლებენ ამ ბაბლს ის პოლიტიკური ძალებს არ აქვს პერსპექტივა და რაც უფრო მალე მიხვდები საქართველოს ოპოზიციონერები მით უკეთესი მათთვის ხო ამაზე რაღაც ძველ რატომაც ისტორიკოსი ვარ და ძველ ხუმრობებს ბეცნობებს შუმერულ ხუმრობებს ვერ გავუგე ვერაფერი იმიტომ რომ საერთოდ არა მაგრამ შუმერულ შემორჩენილი არის შუმერული არის ანეკდოტები არის შემორჩენილი ხო ვერ გაიგებთ ვერ გაიცი იუმორი რაჩია ხო მაგრამ აი რომაულს გავუგე და ციცერონს აქვს ესეთი ხუმრობა მისი სიძე ცხოვრებაში იარაღი არ ხონდა სხვა და რაღაცა მოხდა იარაღი აისხა და თქვა ესეთი გამოთქვა აქვს რომ ვინ ჩამოკიდა ჩემი სიძე ამ ხმალსო რა აი ჩვენ ოპოზიციაზე ეგ რა რევოლუციას ჩამოკიდეს ჩვენი ოპოზიციონერები მათ თავარი რა არის ეპშტეინის საკითხზეც და ზოგადად ჩვენ საკითხზეც რა თუ აკვირდებით თვითონ ანუ ამერიკა როგორ აღიქოს საკუთარ თავს ხშირად აი სუპერგმირების არქეტიპებში ვლინდება მაგალითად მეორე მსოფლიო ომის დროს გაჩნდა ორი სუპერგმირი ეს იყო კაპიტან ამერიკა და სუპერმენი ორივე მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გაჩნდა ისე როგორც იაპონიაში გაჩნდა გოძილა ეგ ომის შემდეგ ომის შემდეგ და საინტერესოა რომ აი ახლა გადაღებულ სერიალებში და ფილმებში პირველში აი ბოლო სუპერმენი ას გადაიღეს უკვე სუპერმენი აღარ არის ისეთი დაუმარცხებელი როგორც ეს აქამდე იყო
ძალიან ბევრი სისუსტე აქვს თანამედროვე სუპერმენს, ეს ერთი და მე გადაიღეს ესეთი სერიალი The Boys ქვია. სადაც ეს სუპერმენის პროტოტიპი არის და ასევე კაპიტან ამერიკის აბსოლუტურად სხვა ტიპები არიან, ეს გარყვნილები, ეს აბსოლუტურად ანტიგმირები რა. და ეს საერთოდ გამოჩნდა თანამედროვეობაში ეს ხო F-ტერი პირველ შემთხვევაში ხო არ არის შარშანი იყო 50-ის ამბავი ხო? მაგარი ამბავი. აღმოჩნდა რომ ყველა ის გმირი რომელსაც აწლეულობის განმავლობაში ჩვენ გმირად აღვიქვავდით. ყველა ის რაღაც აი 90-იანებში მახსოვს რომ ეგეთი წარმოდგენა იყო ამერიკული პოლიტიკური ელიტა ეს არის მაღალი ეთიკისა და ინტელექტი კიდე ცალკე არის ეთიკის ადამიანები სადაც სუფთა რეპუტაცია უნდა ქონდეს არანაირი პატარა შეცდომა და ხარვეზე არ უნდა ქონდეს ეგეთი წარმოდგენები იყო ხო ეს აქვს კლუბური სისტემა აღმოჩნდა აგერ ბილ კლინტონი რომელიც პრეზიდენტი იყო კლიენტი იყო ამ იმაში გარეული ხო? ეს მაგად იგულავა კლინტონმა. სხვაებიც ხო ბუშზე იყო საუბარი და კიდე არა მარტო ის სახელმწიფო მოღვაწეებზე იყო საუბარი. ანუ ამჯერად თელი ეს პოლიტიკური ელიტა თელი ამ ხრის გამოლოდება არა მარტო პოლიტიკური, შოუ-ბიზნეს ელიტა და ბიზნეს ელიტა. ის ადამიანები ვის ჩვენ ახლა პავდედმა კარგად გაშიფრა. ვის ჩვენ გმირებად აი მართლა ახლა ვიზდებოდით ბევრ ფილმზე ხო? იგივე ლეონარდო დიკაპრიოს ფილმები იქნებოდა თუ სხვა ფილმები. აღმოჩნდა რომ ეს ადამიანები აი აბსოლუტურად განსხვავდებიან იმ როლებისგან, რასაც ისინი თამაშობენ. და აბსოლუტურად ისეთი მომენტია რომ შეერყა ამერიკული რაღაცა ესეთი მორალის მნიშვნელოვანი ელემენტი. შეერყა. გამოვიდა საჯარო გახდა რომ ესე არ ყოფილა და ყველაფერი ყოფილა ეს თამაში ეს პიარი და პიარის იქით აბსოლუტურად სხვა სამყარო აღმოჩნდა. ადრე როგორ იყო რომ პიარი და ადამიანის წარმოდგენა რეალობაზე ერთმანეთს ემთხვეოდა. ეხლა უკვე ნათელია რომ პიარი აბსოლუტურად სხვა რაღაცა და რეალობა უკვე ყველა ვიცით რომ სხვა რაღაცა. დოქტრინა რომ დასავლური სამყარო გაირღვნა ქრისტიანული ღირებულებების კუთხით. ეს რა თქმა უნდა ამათ ისინი ეძახდნენ შეთქმულების ამას ისინი შეთქმულების თეორიას ეძახდნენ, მაგრამ აღმოჩნდა რომ სავსებით მართალია, რომ ის რეალური ღირებულებები რაც აქვს დასავლურ სამყაროს, სადაც კონტროლოთ ბევრი ფულია, ხო? ხო ჩვენ ვიცით რომ დიდი კორპორაციები ქვეყნების ბიუჯეტის ხელა ფულს განაგებენ. საქართველოს ბიუჯეტის ხელა ფული აქვს საშუალო ამერიკულ კორპორაციას, ხო ესეა, ხო? და ჩვენ ქვეყანაზე მეც ხარჯავენ ისინი. აი ამ ადამიანების მორალური წამსი კრედო და ღირებულება ნუ აბსოლუტურად მიუღებელია. ეს სხვათა შორის ეს არა მარტო თანამედროვე დასავლეთის ზოგადად თითქოს ყველანაირი ტიპის ელიტების ბედია, რომელსაც იმაზე გაცილებით მეტი რესურსები გააჩნიათ, ვიდრე შეიძლება რომი რამაც დაღუპა. ხო, ნუ რომიც ეს იყო იგივე მომენტი იყო, რომიც და არა მარტო რომი, სხვა იმპერიებიც. თავარი მომენტი რა არის, ჩვენ ახლა ვიმყოფებით იმ ეპოქაში, რასაც ქვია იმპერიალიზმის ეპოქა. იმპერიალიზმის ეპოქა ეს არის ძალიან სპეციფიური ეპოქა, მართლა სპეციფიური ეპოქა. ჩვენ რა თქმა უნდა იმპერიული ომები ყოველთვის იყო, მაგრამ იმპერიალიზმი არის კონკრეტული პოლიტიკური სისტემა, რაშიც ახლა ჩვენ ვიმყოფებით. და ეს რას მოითხოვს, ესეც უნდა ვიცოდეთ რა. იმპერიალიზმში წინ წამოდის არახუმანური ელემენტი, ანტიხუმანისტური ელემენტი, სადაც ადამიანი საქონლად არის ქცეული, პროდუქტად არის ქცეული, მოხმარების პროდუქტად არის ქცეული და თუ კი ამას ახლა ქრისტიანობამ ყოველთვის იცოდა, რომ ძალაუფლება იყო დაცემული. ეს იცოდა. ის იმას კი არ კვირდებოდა, ქრისტიანობა არც არ კვირდებოდა, რომ აქ სამოთხეს და ის გეუბნებოდა, რომ ჩვენ შევამსუბუქებთ ამ იმას. ამიტომაც არასდროს აი მართლმადიდებლური თეოლოგიის, მართლმადიდებლური კულტურის ლოგიკა რა არის, რომ მან რადგან იცის, რომ სამყარო დაცემულია, ის არ იღებს იმის დაპირებას არ გვაძლევს, რომ აქ შექმნის, ხო, თეოკრატიულ სახელმწიფოს. მას ბევრი თეოკრატიული სახელმწიფო არსებობს, არა მართლმადიდებლური. გეუბნება, რომ კი, ესეთია, მაგრამ ჩვენ გავაკეთილშობილებთ. იმიტომ რომ ეგ ისედაც ესეა. შენ დაიმსახურო 60 აქ, შენი წამები და წვანები. ეს გაკეთილშობილების ლოგიკა არის აბსოლუტურად სხვა ლოგიკა. და ჩვენ გვთავაზობდნენ, აი ესა მაგიტომ იყო ჩვენთვის აი როგორც ქრისტიანებისთვის პრობლემა, თუნდაც აი ეს ძალიან დასავლეთის ესთეტიკება, იმიტომ არ არსებობს ესეთი ადგილი დედამიწაზე, რომელიც იქნება იდეალური ადგილი. შეიძლება იყოს პირიქით, ბევრ რაღაცაში ჯოჯოხეთი აღმოჩნდა, მაგრამ ნახეთ, აქ ეს არ გავიგოთ იმით, რომ ჩვენ რაღაცა არავის არ უნდა მიბაძოთ. რა თქმა უნდა, იმ დასავლეთს აქვს საკუთარი უპირატესობები და სულელები ჩინელებმა
ის უპირატესობები გადმოიღეს, მაგრამ ეს გადმოღება შერჩევითი იყო ჩინელებისგან. რა თქმა უნდა, ბუნებრივია. ბრმადარა, ბუნებრივია. ჩვენ მოდი ესე იგი შევცვალოთ ეს კონცეფცია. მე მაგას ვამბობ, რომ ჩვენ ანტი-ევროპელები, ანტი-დასავლელები კი არა ვართ. ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებიც ამ შერჩევით რაღაც სიკათეები გადმოგვაქვს, როგორც დასავლეთისგან, ისე აღმოსავლეთისგან. პება რაღაცა ამ ნეოლიბერალურ სამეფოში და ეს რაღაცა ჩემი აზრით არის აი ეს რეალურად მათი სახე ხატი როგორც იდეალის რომ აი ისინი არიან რაღაც ამაღლებულები და აღმოჩნდა რომ ეს ადამიანები ეს არ არის გასაკვირი ხო ეს არის განმაათლებლობის აი მარკის დესადის პროგრამის განხორციელება მე ხა ვიცით ყველა პაზოლინის დიდი იტალიელი რეჟისორის სალო სოდომის ასოციაცია რომელიც როგორც ჩანს აღმოჩნდა ძალიან საბავშვო რაღაცა იმასთან შედარებით რაც იქ ხდებოდა. ეხლა მე არ ვამბობ ვიღაცა რომ თუ იქ ნახსენები ავტომატურად რაღაცა, მაგრამ ნუ ფაქტია ის ვიდეო მასალები, ის კადრები რა გამოდის იქიდან, მონაყოლი იქიდან, უამრავი ვიდეო იმ თვითონ ის მოდელები, რომლებიც მანამდე ამბობდნენ, რომლებსაც კლავდნენ იმის გამო, რომ სიმართლეს ამბობდნენ. ანუ უბრალოდ საქმე მე მაკითხვა ასეთი რომ მე რა ხდება ანუ ჩვენ ამ ადამიანებთან როგორ ვაპირებთ თანაცხოვრებას ანუ ეს მე ასე მგონია რომ ეს ამათი ელიტური თამაშებია ერთის მხრივ ძველი ელიტას აჩოჩებენ ასე ვთქვათ მაგრამ მეორე მხრივ ამას ექნება შეიძლება მათი მიზანი ეს იყოს მაგრამ ამას ექნება გრძელვადიანი ეფექტი ის რაც გეოპოლიტიკურ არენაზე მოხდა ჩინეთის და რუსეთის მოძლიერებით და გამოფხიზლებით ის რაც ხდება რომ ინტერნეტის ეპოქაში ვხედავთ რომ რა ვიცი გვატყუებენ არ არის სწორი ანუ რაღაცა აი ამ გამოფხიზლების კიდე ეს არის არა ფართოდ დახუჭული არამედ უკვე ფართოდ გახელილი თვალები რასაც მოსახლეობა ახელს და ამბობს რომ რა ვიცი მართლა ნუ პრესკრიპს არ იყოს ვისაც იდეალად გვასაღებენ ის არის ფაქტიურად ანტი-იდეალი ხო ეს არის რაღაცა საზოგადოებამ რომელმაც შვა ეფშტეინის კუნძული იმ საზოგადოებას არ შეუძლია გვიკანახოს ჩვენ მორალურ ეთიკური ნორმები მოდი ესე ვთქვა პირდაპირ მათ არ შეუძლიათ თუნდაც ჩვენ ხანა არ გზნობთ რომ ჩვენ მორალი ეთიკა დაეცა იმასთან შედარებით რაც იყო ადრე რაღაცები იცვლება და შეიძლება ეს ტრადიციული კავშირები ეკლესიის სიყვარული ჩვენ იმდენი არ გვაქვს ამდენიც იყო ადრე ან შეიძლება ნანო თავს მაგრამ ვის და იმ საზოგადოებას სადაც ეფშტეინისნაირი ადამიანი არსებობდა არა აქ უფლება რომ შენ მიგითითოს დემოკრატიას და ნეობრივ კულტურაზე და თან რაც მნიშვნელოვანი აქ ერთი რაღაცა ეს ანუ ეს არ იყო ეფშტეინის კუნძული კი შეიძლება ვიღაცებს მიიზიდავდნენ ასე ეს იყო ფაქტობრივად ინიციაციის ადგილი რომ შენ თუ გინდა პოლიტიკური წინსვლა ეს დანაშაული ჩაიდი შენ უნდა რიტუალური მკვლელობა ეს იყო რიტუალური ასე ვთქვათ ინიციაცია რომ შენ თუ გინდა პოლიტიკური ლიფტი შეჭამე ბავშვი ესე პირობითად რო ვთქვათ ისე როგორც ბანდიტების სფეროში და არიღებენ ადამიანს ვის პირადად არ ხავს მოკლული ასევე ეგაც ხო თვითონ ამერიკელების ფაქტია პრეზიდენტი ტრამპი მიხვდა რომ სერიოზულად პრობლემებს შეერია და მოვისმინეთ რომ 17 მაისი გამოაცხადეს ლოცვის დღე აბა ლოცვის დღე ძამაგარი ამბავი ანუ 17 მაისი რაღაცა უნდა მიეცა ერისთვის კი ანუ შენ რა რელიგიისაც არ უნდა იყოს კი ბატონო არა ჯერ ერთი რომ ჩვენ გვბაძავენ ფაქტია მაგრამ ის რომ გადაუგდეს ცოტა ქრისტიანობისაკენ და რაღაცა სარწმუნოებისაკენ მოვახედოთ ეს ხალხი ანუ რაღაცა ახალი კი მიხვდნენ რომ სერიოზული პრობლემაა თავზე ჩამოექცევათ ამერიკის შეერთებული შტატები რაც წმენაზე იდგა ეგრე არა კი რა თქმა უნდა ოჯახის სიწმინდეზე იყო წმენაზე იდგა და ნუ ფაქტია რომ იმაზე საყვედურის კი უთხრა რომ კოვიდის დროსო ანუ მათმა რა ქვია დემოკრატებმა ჩაკეტეს ყველაფერი და რაღაცა ეკლესიები არ როგორ არ გავიხსნა ჩვენი ეკლესია როგორ არ გავიხსნა კი იმ ფონზე რომ სოფლიოში დაკეტილი იყო ეკლესიები ჩვენი ეკლესიები ასე ვთქვათ პირველ რიცხვში მიმდინარეობდა ეხლა წეგან აი ლაპარაკობდით რაღაცა დეგრადირებაზე ადამიანების ქვეყნების ბიუროკრატების და ასე შემდეგ მე ანეკდოტიც მოვაყოლეთ და მოდი ერთი პოლიტიკურ დეგრადირებული ფაქტი თქვათ და ანეკდოტი მეტი აფერი არ არის. აგერ 2 დღის წინანდელ ფაქტს ვამბობ ევროპის საბჭომ, ევროსაბჭომ
ქართველებს გამოუგზავნა წერილი საქართველოს ხელისუფლებას და სთხოვა, რომ მათი მოსაზრებები და შენიშვნები გაეგზავნათ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით. კი ბატონო. ანუ ეხლა ვთქვათ, რა არის ევროპის საბჭო? ახლობით თუ არ ვცდები 46 ქვეყანა არის გაერთიანებული და დასავლეთ ევროპის ყველა ქვეყანა მათმა შექმნეს ფაქტიურად 50-იან წლებში შეიქმნა ევროპის საბჭო. და მათი მიზნები და ამოცანები არის პირველი ეს არის ადამიანის უფლებების დაცვა და ერთ-ერთი ამოცანათაგანი არის ევროპის ქვეყნების ხალხების პრობლემების მოგვარების ცდილობები. ანუ პრობლემის მოგვარება უნდათ ევროპის ხალხებისა, იმ ხალხისა, ვინც გაერთიანებულია ევროპის საბჭოში. და ამ პრობლემის პირველი რომ ჩათვალეს, რომ პრობლემა არის გარე ჩარევები მათ ქვეყნებში. აქამდე ჩვენ რამის არის ქვეყანა თავზე დაგვაქციეს იმის გამო რომ გამჭვირვალობის კანონი მივიღეთ და გვეუბნებოდნენ რომ ქარის წისქვილებს ვებრძოდით და თურმე საიდან ვიგონებდით რა გარე ჩარევები და რაც მოხდა ძალიან კარგად ვიცით და ხო ის აუცილებლად უცებ აღმოჩნდა რომ მათაც პრობლემები შეექმნათ იმასთან დაკავშირებით რომ მათ ქვეყნებში და რუსეთზე არ არის ლაპარაკი. არა, რუსეთზე არ არის, ამერიკის შეერთებული შტატები. პიტერი კი არა, X-ი რატო დააკადაღეს. ამერიკა ეუბნება რომ თქვენ ერეოდით თქვათ ამერიკაში არჩევნებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ უამრავ პრობლემას ვიქვრით და პირიქით ეხლა ევროსაბჭოს ევროპის ქვეყნები ამერიკას დებენ ბრალს. ცდილობენ რომ მიიღონ რაღაცნაირად დახვეწონ კანონი გარე ჩარევებთან დაკავშირებით. და ანეკდოტი აქ ის არის რომ გუშინ წინ ჩვენ რომ რევოლუციას გვიწყობდნენ მაგის გულისთვის დღეს მეუბნები რომ იცი რაო გამოცდილება გაგვიზიარეთ თუ მაგ კანონთან დაკავშირებით ამათი უტიფრობის დონე ნახეთ რა მაგარია მე მგონი სხვადასხვა ხელია ეგა ერთი ხელი გვახჭოს მეორე ხელი რაღაცას ხო კი წარმოიდგინეთ რომ ეხლა ჩვენ გვეუბნებიან რომ გაგვიზ და გაუგზავნეს სხვათა შორის კი და პარლამენტმა იმუშავა მაგასთან დაკავშირებით და გაუგზავნა თავიანთი მოსაზრებები რა ეხლა ჩვეულებრივი ადამიანი ზიხარ და ფიქრობ რომ გუშინ წინ ეხლა იმ ევროსაბჭოს შემადგენლობაში ხო ის დასავლური ქვეყნები არიან ყველა კი ბატონო იმას რო გადმოდგებოდნენ გერმანია საფრანგეთი რა თქმა უნდა გადმოდგებოდნენ ტრიბუნებიდან და ჩვენ რუსულ კანონს რო მას შევებოდნენ რაღაცა ეხაც იგივე თურმე რა ყოფილა კაცო ეს რუსები არ ყოფილან დემოკრატიის მამები და მათი კანონი რომელიც ჩვენც მივიღეთ აგერ თელ მასში დასავლეთში გავრცელდეს და ასე შემდეგ ანუ როგორ უტიფრად გვატყუებდნენ, გაგვცინოდნენ და ეხლაც დაგვცინიან. შეიძლება რომ თვითონ აქ რო რევოლუცია მომხდარიყო და შედეგი რაღაცა დაიყენებინათ, ხო? თვითონ მე უცბად 1-2 თვეში ის კანონი მიიღოთ იმდენად მაგრამ ეს დაცინვათ ან აღიარებაც არის. აღიარება როგორ არის? ანუ ერთი რომ აღიარეს ის რომ ეს პრობლემა რეალურად არის და ჩვენი ხელისუფლების მიღებული კანონი არ იყო შემზღუდავი რაღაცა პოლიტიკური საჭიროება იმ რაღაც NGO შნიკების მიმართ არ იყო ეს ყველაფერი და მეორე იმასაც აღიარებენ რომ რამაგრები ვართ ანუ 2 წელი თუ რამდენი 3 წელი გაუძელით ამ ხელაზე წოლას და დღეს გვეუბნებიან რომ თქვენმა იმან რა ქვია ამ გვასწავლეთ როგორ მოვიქცეთ და როგორ ვიმოქმედოთ ხა ამაზე მეტი ამას რო სერიოზულად მიუდგე, ალბათ შეიძლება გაგაგიჟონ და ამაზე მეტი ანეკდოტი არ არის. ნამდვილად არის. ხელისუფლების პოზიცია, აი წეგან და საკითხს დავამთავრებ. ხელისუფლების პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის რაღაცა ანტიდასავლური პოზიცია, რასაც თქვა დღეს ხალხის დახმარებით ხელისუფლება ახორციელებს, ხო? ეს არის ანალოგიური ტყუილი. ეს არ არის ანტიდასავლური პოლიტიკა, ეს არის ანტივასალური ჩემი აზრით პოლიტიკა იმიტომ რომ ჩვენ შეერთებულ შტატებსაც და ევროკავშირსაც ვეუბნებით რომ ჩვენ ვითანამშრომლებთ თქვენთან მაგრამ არ ვიქნებით ვასალები ამისი დრო იყო უკვე მომწიფებული იყო ეს დრო იყო ვიღაცას უნდა მიიღო გადაწყვეტილება ვიღაც უნდა ყოფილიყო გამბედავი ვაჟკაცი რომელსაც ხარში დაუდგა ხალხი საზოგადოება და თუ საზოგადოება იმავე პოზიციას დაიკავებს თქვა რაც დღეს არის ხო ფაქტია რომ ვეღარ მოგვერევიან ხო ხედავთ დაიწყეს უკვე გარშემო
ხო. აქვეა მოთელვები დაიწყეს. კი, კი. იმ პოზიცია რა პოზიციითაც იყვნენ ჩვენს მიმართ, ხო? ის უკვე რაღაცა თუმცა მაგათ მეორე პლანზე იმედიც ჰქონდა. არა, იმედი რა ჰქონდეს, თქონდა რა. ბატონო. გადავიდა უკვე მეორე პლანზე. იქ შეერთებულ შტატებში დაიწყო უკვე მოთელვები, მიხვდნენ რომ ქვეყანა ასე თქვათ რომ გვეუბნებოდნენ რომ ჩვენზე ჩამოკიდებულ აი რაც ევროკავშირს დაემართა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ეს ვერ გვიქნეს ფაქტია ხო ეკონომიკა ვითარდება წინ მივდიოთ მიხვდნენ რომ მაგათ გარეშეც მშვენივრად ვიცხოვრებ და ეხლა დაგვიწყეს რაღაცა მეგობრებო მოთელვები ძალიან საინტერესო რამდენი წლიც არ უნდა დაარტყან აზერბაიჯანს და სომხეთს ძალიან კარგად იციან რომ საქართველოს სამხრეთ კავკასიაში არის მთავარი აქტორი და შესაბამისად აუცილებლად მოხდება ეს გადატვირთვები და პოლიტიკაც მეგობრებო მართლა ძალიან საინტერესო ანტივასალური პოლიტიკა კარგად ახსენე საინტერესო დიალოგია მაგრამ ეხლა ჩვენ უნდა ვნახოთ რეკლამა